აი ისე დავითარე. ანუ თქვენ ხართ ბორჯომთა რაგავლის ეროვნულ პარკში, რომელიც არის კავკასიის პირველი ეროვნული პარკი, გაარსდა 1995 წელს და არის დაცული ტერიტორია. ევროპაში არის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკი, ბორჯომთა რაგავლის ეროვნული პარკი, მოიცავს 85,047 ჰექტარ ფართობს, 6 რაიონში ვრცელდება და 3 რეგიონში საქართველოში. შეგიძლიათ თქვენ ნახოთ აგრეთვე ჩლიქოსნები ყავს, კეთილშობილი ირემი, არჩვი, აგრეთვე ყავს ნიამორი, რომელიც გადაშენდა მე-20 საუკუნეში უკანონო ნადირობის გამო და ახლა გვაქვს რეინტროდუქციის პროექტი, ვცდილობთ რომ გავამრავლოთ ნიამორები, ხელმეორედ და შემდეგ გავუშვათ ველურ გარემოში. შქერი დღეს ვიმყოფებით ბორჯომთა რაგაულის დაცულ პარკში, მოვიყვანეთ ჩვენი მოსწავლეები, რომლებიც გამწვანების აქციაში ღებულობდნენ მონაწილეობას, დღე ალბათ წარმატებულად ჩაივლის. ეს პარკი ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი პარკია, სადაც ფლორისტული და ფაუნისტური სამეფო კარგად არის განვითარებული და შემდეგ ჩვენთან დავინახავთ რამოდენიმე საათში. უცნობი რაც იყო, ეს გიდმა აღნიშნა ყველაფერი და ნაცნობი თემები, როდის შეიქმნა 1995 წელს, მისი ფართობია 85,044 ჰექტარი და მეტი ესეთი ნაცნობი, კარგად ვიცით, რომ აქ არის გამეფებული ყველაფერი და ადამიანი არ ერევა ბუნების საქმეში. დღევანდელი ექსკურსია განხორციელდა გლობალური და გარემოდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში. მონაწილეობა დაახლოებით 60 მოსავლე. თავის თავდადებული შრომით, ჭიათურის და საქართველოს სიყვარულით. ჭიათურაში 3 ჰექტარზე მეტი, 3 ჰექტარ ნახევარი დეგრადირებული ნიადაგის რეკულტივაცია ჩაატარეს. დარგეს 2000-ზე მეტი ძირი ნერგი. უმეტესობა გახარებულია. აი ეს ექსკურსია არის სწორედ ჯილდო მათი თავდადებისა, თავის ქალაქის და თავის ქვეყნისათვის. მე მახარებს ის ამბავი, რომ ჭიათურას ეზრდება შესანიშნავი ახალგაზრდობა და მახარებს ის ამბავი, რომ ჩვენ ქალაქს მომავალში ეყოლება ნამდვილად თავდადებული მომავალი თაობა, რომელიც გადაარჩენს ჩვენ ქალაქს და საერთოდ გადაარჩენს ჩვენ ქვეყანას. თავის შრომით, თავის ბრძოლით და თავის თავდადებით. გარემოდაცვითი ფონდის მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში დღეს ბორჯომში მოგვიწყო ექსკურსია ჯეფმა. აქ ვართ წარმოდგენილი დაახლოებით 60 ბავშვი და ეს დღე არის ჩვენთვის ძალიან ბედნიერი. მსგავსად იმ დღეებისა, როდესაც ვამწვანებდით ჩვენ ქალაქს, ვგავდით ნერგებს, ძალიან ბედნიერები ვიყავით ამ დროს, რადგანაც ყველაფერს ვაკეთებდით ჭიათურის სიყვარულით, ჩვენი მშობლიური ქალაქის სიყვარულით და იმ დარგული 2000 ნერგიდან უმრავლესობა გახარებულია, ეს ჩვენ ძალიან გვახარებს და ჯებს ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ყოველივე ამისთვის, რადგანაც მოგცვა მაშინაც საშუალება, რომ ეს დეგრადირებული ნიადაგი აღგვედგინა და რაღაც გაგვეკეთებინა სასიკეთო ჩვენი ქალაქისთვის და დღესაც ამ ხელა საჩუქარი მოგვიწყო, ვართ წამსულები ექსკურსიაზე, ნახეთ ბორჯომი, ეს ულამაზესი ადგილი და ძალიან ბედნიერები და მოხარულები ვართ. ძალიან გახარებული ვარ ამ ექსკურსიით, ბევრი რამ გავიგე. მართალია ბევრი ვიცოდი, მაგრამ ბევრი რამ შევისწავლე. გავერთიეთ ჭიათურის ახალგაზრდობის საკრებულოსთან, ასევე დავმეგობრდი. იმედია, ბავშვებს უფრო მეტი სურვილი გაუჩნდება, რომ ბევრი რამ გააკეთოს ჭიათურისთვის. დღევანდელ დღეზე აღფრთოვანებული ვარ მართლა. ძალიან მომეწონა მწვანე მონასტერი. მართალია არ ყოფილი ვარ ნამყოფი. აქ ვიყავი ნამყოფი, მაგრამ ბევრი რამ შეცვლილი არის.
და ძალიან აღფრთოვანებული. ჩვენ პერევის სკოლასთან ასოციაცია ჭიათურელთა კავშირმა დარგო 2000 ძირზე მეტი ხე ეს იყო გლობალური გარემოს დაცვის ორგანიზაციის მხარდაჭერით და დღეს ჩვენ რომ ვიმყოფებით ბორჯომის ხარაგაულის ეროვნულ პარკში ეს დაფინანსებული არის გლობალური გარემოს დაცვის ფონდიდან ჩვენ მივიღოთ სტიმული შემდეგში გავაგრძელოთ ასეთი ბუნების დაცვითი ორგანიზაციები და რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში დავიცვათ გარემო დაბინძურებას.